ივანე ჯავახიშვილი 150. Ამ სახელწოდების ფოტოალბომის წარდგინება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. Როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, ალბომში შესული მასალა მნიშვნელოვან ისტორიულ დოკუმენტურ საგანძურს წარმოადგენს. გამოცემაში ფოტოდოკუმენტებით წარმოდგენილია გამორჩეული ქართველი მეცნიერის, უნივერსიტეტის დამფუძნებლის, ისტორიკოსისა და საზოგადო მოღვაწის ივანე ჯავახიშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა. განსაკუთრებული ადგილი აქვს დათმობილი მის მიერ გადაღებულ ფოტოებს, რომელთა დიდი უმრავლესობა პირველად ქვეყნდება. ცნობილია, რომ ივანე ჯავახიშვილი განსაკუთრებულ ინტერესს იჩენდა ქართული არქიტექტურული ძეგლებისადმი, ტაძრებისა და ისტორიული ნაგებობებისადმი, რომელთაც ფოტოფირზე აფიქსირებდა. ივანე ჯავახიშვილის ფოტოობიექტივში ხშირად ხვდებოდნენ მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანის და აბაშიძეების დიდი ოჯახის წევრები. ღონისძიება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ გახსნა. ალბომი ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 150 წლის თავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში გამოიცა. დღეს გაიმართა მორიგი ღონისძიება მიძღვნილი ივანე ჯავახიშვილის დაბადების 150 წლის იუბილეისადმი. ეს უკვე რამდენიმე დღეა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარეობს ეს საზეიმო ღონისძიებები. საზოგადოებას წარმოუდგინეთ ფოტოალბომი და ფოტოდოკუმენტებით მოვყევით ივანე ჯავახიშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა. ფაქტობრივად შეიძლება ითქვას დაწყებული მისი ბავშვობიდან გარდაცვალების ჩათვლით, იმიტომ რომ აქ არის ძალიან სევდიანი ფოტოებიც, რომელიც ასახავს ივანეს დასაფლავებას. ფოტოები დაცული გახლავთ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, ეროვნულ არქივში და კერძო კოლექციებში. ძალიან მნიშვნელოვანი სეგმენტი ამ ალბომისა უკავია თავად ივანე ჯავახიშვილის მიერ გადაღებულ ფოტოებს. საზოგადოების დიდი ნაწილისთვის შეიძლება ეს უცნობი ფაქტია, რომ ივანე ჯავახიშვილი იყო გატაცებული ფოტოგრაფიით და შეიძლება ითქვას, რომ ის არაჩვეულებრივი ფოტოებს იღებდა. ფოტოობიექტივში მოხვედრილია მისი ოჯახის წევრები და ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლები, არტეფაქტები, რომელიც დღეს შეიძლება ითქვას, რომ უკვე უნიკალური დოკუმენტებია. ივანე ჯავახიშვილის 150 წლის იუბილეისთან დაკავშირებით საქართველოს პოსტამ გამოსცა საფოსტო მარკა. აღნიშნული მარკა უახლოეს პერიოდში იქნება ჩაშვებული საქართველოს პოსტის ყველა სერვის ცენტრში და შესაბამისად შესაძლებელი იქნება მისი შეძენა. მინდა მადლობა გადაუხადო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ხარდაჭერისთვის, ასევე მინდა მადლობა გადაუხადო სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს და პროფესორებს ინიციატივისთვის. მადლობა მინდა გადაუხადო განათლების, ახალგაზრდობისა და მეცნიერების სამინისტროს. გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტში გაიმართა გურული სიმღერის მასტერკლასი, რომელსაც ტრისტან სიხარულიძე უძღვებოდა. ღონისძიების ფარგლებში დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა ჰქონდა დიდოსტატისგან მოესმინა მთავარი დეტალები გურული სასიმღერო ტრადიციებისა და თავისებურებების შესახებ. გურული სიმღერების უბადლო შემსრულებელმა, ღირსების ორდენოსანმა და ანსამბლ შვიდკაცას ხელმძღვანელმა ტრისტან სიხარულიძემ რამდენიმე ეპიზოდი და საინტერესო ამბები გაიხსენა საკუთარი მრავალწლიანი შემოქმედებითი მოღვაწეობიდან. ღონისძიებას ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრის ხელმძღვანელი და გალობის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული გიორგი გორდელაძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრის დირექტორი კობა ბანძელაძე, გალობის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, პროფესორები და სტუდენტები ესწრებოდნენ. აღსანიშნავია, რომ ტრისტან სიხარულიძეს ქართული ტრადიციული მუსიკალური კულტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მინიჭებული აქვს გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის აკადემიური წოდება. გურული სიმღერის სწავლა ადვილი არა. მაგრამ რომ შემომთავაზა კალბატონმა ნანამ ეს ამბავი ვიფიქრე, რომ რადგანაც სტუდენტებია და შერჩეული ხალხია, გურული სიმღერის სწავლას დაძლევენ მეთქი და აუცილებელი იმდენად არის, რომ როცა უნივერსიტეტს ამთავრებ და გურული სიმღერა არ ეცოდინება, ეს ალბათ ცოტა მინუსად შეეძლება სტუდენტს მაშინ და მე ჩემი წვლილი მინდა შევიტანო ამ პატარა საქმეში. ასე რომ ვცდილობთ ყველაფერი კარგად გამოგვივიდეს და ნახოთ, სანამდე შემეძლება და სანამდე ცოცხალი ვარ,
სანამდე სიარული შემეძლება ყოველთვის მე მაგას გავაკეთებ რომ ჩამოვიდე და რაც არიციან იგი ვასწავლო და დავუტყო ბავშვებს პატარა ჩემი წვლილი ფიქრობ რომ ძალიან საინტერესო გამოვიდა ბატონ ტრისტანის მასტერკლასი ახალგაზრდებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ადამიანების მასტერკლასის ჩატარება და განსაკუთრებით ასევე მადლობა მინდა უთხრა გალობის უნივერსიტეტის პროფესორ მასწავლებლებს ბავშვებს რომელიც ძალიან დიდ საქმეს აკეთებს ჩვენი ქვეყნისთვის გალობის უნივერსიტეტის სტუდენტებს ძალიან გვიხარია ტრისტან სიხარულიძის მოსვლა ჩვენთან როგორც გურული სასიმღერო ფოლკლორული ნიმუშების შესანიშნავ მცოდნესი თან ძალიან კარგად შეგვასწავლა მან ჩვენ ეს სიმღერები და ვიმედოვნი რომ კიდევ ბევრჯერ შევხვდებით მას